ხილება და განჟა ერევათ ადამიანებს ერთმანეთში. ხილება არის, როცა კაცი ორმოში ჩავარდება და შენ წინასწარ აფრთხილებ, რომ ის ორმოში ვარდება. და განსჯა არის, როცა ადამიანს მსჯავრდებ, რომ ის სიკვდილის ღირსია. ეხლა რა სიძახის ბიბლია ხილებაზე. ნუ ამ ხელ უკეთურს, რათა არ მოგიძულოს შენ. ამ ხილე ბრძენს და შეგიყვარებს შენ. ამ ხილე ბრძენი და შეგიყვარებს. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება. ასწავლე მართას და ცოდნა შეიმატებს. უფლის შიში სიბრძნის სათავეა. სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება. ეს არის იგავების მერვე თავი. ეხლა ფსალმუნების 49-16 მუხლი. ბოროტს კი უთხრა ღმერთმა, რა უფლებით ქადაგებ ჩემს წესებს და პირთან მიგაქ ჩემი აღთქმა. შენ ხომ გძულს დარიგება და უკუ მოისურვე ჩემი სიტყვები. ეზეკიელი 3:18. როცა ბოროტ მოქმედს ეტყვი, უსათუოდ მოკვდები მეთქი, მაგრამ შენ არ გააფრთხილე და არაფერს ეტყვი, რომ თავისი ბოროტი გზას ჩამოშორდეს და იცოცხლოს, მოკვდება ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში, ხოლო მისი სისხლი შენ მოგკითხავ. მაგრამ თუ გააფრთხილე ბოროტმოქმედს, ის კი არ მოექცა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი თავს იხსნი.